ამ საგანმა, ამ დარგმა გამოიწვია უკვე ძალიან დიდი ინტერესი. მთელი ცხოვრება ჩვენ მეტი არაფერი გვიკეთებია და ეხლა მგონია რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სანამ ღონე გვექნება. ამასობაში უკვე თვითონაც გაიზრდებიან და მერე ისინი ასწავლიან. კუჭმა ჭაჭი ვყრიო, წის ქვილ წავალ ვქაო, მავიღება, ცრიო, შეჭამანდას ვადუღილებ, შვილებს იმით ვსდიო. სიყვარულის დარგი ასე უწოდებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, რომელიც ახალი პროექტის ფარგლებში სალოტბარო სკოლებში უკვე დამოუკიდებელ დარგად შეისწავლება. ფოლკლორის ცენტრის უპრეცედენტო პროექტს თავად ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული ხელმძღვანელობენ. მასში მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 53 სალუტბარო სკოლის 2000-მდე მოსწავლეა ჩართული. ბავშვები არიან, ვერ წარმოიდგენთ როგორებს შევხვდი ქარელში და გორში. ამირან არაბული გახლავთ კონსულტანტი ამ დარგში, ამ სკოლების მთელი მასშტაბით და ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობდით, რომ რით უნდა დავიწყოთ, როგორ ამ პაწაწებია, ზოგი არ 5 წლისებიც არიან, მაგრამ არიან მე რომელი კლასებიც არის დასასრული და დამამთავრებლები, ეგეთი გოგო ბიჭები უკვე. ბევრდება ეს სკოლები და 2000-ზე მეტი მოწაფე უკვე, ცოტა ძალა არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ექნება ძალიან კარგი შედეგი. ჩვენი თითო დიალექტი იმდენად მდიდარია, იმდენად ყოვლის მთქმელი და მომცველია. მე ამას ვამბობ, მე ვწერ მე-9 საუკუნის ხანმეტიან თუშურ დიალექტზე და იმდენი შესაძლებლობა აქვს, აი ამიდან გამომდინარე ვამბობ, დარწმუნებით ვერავინ ვერ გადამარწმუნებს, რომ დასჭირდეს ქართველს ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა თავის დიალექტზე წერდეს, ან კითხულობდეს, ან გთხოვდეს, რომ გინდა თუ არა შენ ეს უნდა შეიგრძნო, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ჩვენი ენა, ჩვენი სალიტერატურო ენა და ერთხელ როდისღაც მე წერილით დავწერე დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები. დედამდინარეა სალიტერატურო ქართული. და ის დიალექტები და კილოკავებია, რომლებიც ესე ნაკადულებად ჩაედინება და ამდიდრებს. ჩვენთან საუბრისას ეთერ თათარაიძემ პროექტის ფარგლებში ბავშვებთან პირველი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ქარელისა და გორის სალოტბარო სკოლებში შედგა. ზეპირსიტყვიერების დარგისადმი ბავშვების მხრიდან ინტერესმა და მონდომებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ფოლკლორისტის თქმით, სკოლებიდან უდიდესი ემოციებით, სითბოთი და სტიმულით დახუნცლული დაბრუნდა. არა თქვა არ იქნებაო, პურის ჭამასე მარტიხარ, საქმეზე წელი წყდებაო. დავიწყეთ ესეთი ფანდით, თუ შეიძლება ითქვას, რომ აი რაც ძალიან პაწაწებს სჭირდება, იმიტომ რომ იმ დიდებსაც ცოდნა არ აქვს, არ იციან რა არის ეს და ეს ძალიან სჭირდება მათ. გზაშივე მაწევდნენ უკვე მithom დავალება რომ მივეცი და რაღაცა პატარა ნიმუში ხალხური სიტყვიერებიდან ამირანმა მიკარნახა რომ გავდიოდი რომ ეგეთი უთხარიო რომ ეო მეო დიული დალალეო და გააგრძელონო ვინ როგორ გააგრძელებსო და იქვე პაწაწა ბიჭი გამოდგა და მითხრა რომ მე უნდა გითხრათ ესე კაცივით მიიღიდე აი ამხელა რა უნდა მითხრა თქო და მე უნდა გითხრათ რომ უკვე მაქვს ეგ დავალება შეზექა მოდი თქო აბა წაიგითხე და აი მართლა უსაყვარლესი იყო ეო ეთქობა სულ ამაზე ფიქრობდა როგორც კი უთხარი რომ ეს უნდა დამახვედროთ შემდეგ მოსვლაზე ვინ როგორც შეძლებთ ისე თქო და ეო მეო დიული დალალეო საყვარელო დედიკო შენ გენაცვალეო მოდი აი მე პოეტი ერთ პოეტი შემოვიდა მოდი მამა ეო მეო დიული დალალეო როგორ მიყარხა დედიკო შენ გენაცვალეო მე გოგონამ დაგვარწია და ჩვენ 9 ნახევარზე ღამე გამოვედით გორიდან არ მთავრდებოდა ეს შეხვედრა, იმიტომ რომ
ისეთი ინტერესი და ეგ მახარებს, რომ ამ საგანმა, ამ დარგმა გამოიწვია უკვე ძალიან დიდი ინტერესი. ფოლკლორისტი ამირან არაბული იმ ისტორიას გვიამბობს, თუ როგორ მოაღწია ჩვენამდე ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებმა. მისი თქმით, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ბავშვობის ასაკიდან შესწავლა ქართულ ტრადიციულ გალობასთან, მრავალხმიანობასა და ქორეოგრაფიასთან ერთად ბავშვებში განავითარებს მრავალფეროვან უნარებს და გაზრდის მათ ცოდნას ქართული კულტურისა და ისტორიის შესახებ. ზეპირსიტყვიერების ნიმუშებმა მოაღწია გავრცელების ზეპირი გზა არსებობდა ყოველთვის და თქვათ მაშინ ჭირდა კი არ იშოვინებოდა და არ არსებობდა თქვათ კალამი და იგივე ხო ფურცელი. მოგეხსენებათ ვაჟა-ფშაველას ხანდახან ხარის ტყავზე უხდებოდა წერა, იმიტომ რომ არ იშოვნებოდა მაშინ ეს საწერ კალამი და ის აშუალებანი და ამიტომაც ეს არის ათეულობით წლების ნამაგარი. აი თქვა ჩვენ თუ გადავიხედავთ და მე-19 საუკუნეში და თუნდაც მხოლოდ რაზიკაშვილებს, ძმები რაზიკაშვილებს გავიხსენებთ და იმას რამხელა საგანძური შეკრიბეს და დაუტოვეს ქართველ ერს, ქართული ხალხური სიტყვიერების სახით, ხო? ჩვენ ბუნებრივია შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ დარგშიც საქმე საკმაოდ კარგად დაიწყო თავიდანვე და გრძელდება დღემდე მეტნაკლები წარმატებებით. რაიონებში რომ ჩახვალთ, იქ შეხვდებით, მოусმენთ, ხურს დაუგდებთ, უკვე ხვდებით, რამხელა საგანძურთან გვაქვს საქმე. დღეს ამას ვერ ვგრძნობთ ჩვენ სრულფასოვნად, გავაძლევი და ძალიან დიდად დაღიზდება და დაფასდება ის, რასაც ქვია სალოცმარო სკოლებში ქართული ხალხური სიტყვიერების სწავლება. ჩვენ ვაქცევდით და ვაქცევთ ყურადღებას ტექსტების სიზუსტეს. ეს ერთი მთავარი პრობლემაა. ამ ბოლო წლებში გამოვიდა ანზორ ერქომაიშვილის და ვახტანგ როდონაიას შესანიშნავი წიგნი, ალბომი ქართული ხალხური სიმღერა. აქ არის შეტანილი ინგლისიდან ჩამოტანილი დისკებზე გაკეთებული ჩანაწერები ძალიან დიდი ხნის წინანდელი და ის ტექსტები არის სანიმუშო. მე შემიძლია გავიხსენო მაგალითისთვის რამდენიმე ნიმუში, ვთქვათ, ქართული ხალხური პოეზიიდან, კონკრეტულად ფშავური ხალხური პოეზიიდან, ფოთოლად მერცხალაი ვარ, ურძნის ჯოხივით ლიტაო, შინ კატავერა შამიჭამს, შინ შემოტანის ციცაო. ტექსტი ასეთია და იბეჭდებოდა შეცდომით ეს ტექსტი და ყურძნის კითხულობდნენ. ბევრი სამუშაო არის და ბევრი რამ არის გამოსახშირიც და მთავარიც წინაპლანზე წამოსაწევი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რას ვაქცევთ ყურადღებას, რა უნდა ისწავლებოდეს დღეს აი ამ სალოცმარო სკოლებში. ქვეყნის მასშტაბით სალოცმარო სკოლების დაარსება 2015 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო. რეგიონალური წარმომადგენლობების მისიაა ააღორძინოს ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგი და მომავალ თაობებს გადასცეს ჩვენი ეროვნული კულტურული საგანძური. სალოცმარო სკოლებში ხალხური ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები ქართლის შემდეგ ამჯერად აღმოსავლეთ საქართველოსა და ასევე იმერეთში გაგრძელდება.